დასავლეთ საქართველოში ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ამ დრომდე შუქის გარეშე რჩება მუნიციპალიტეტებისა და სოფლების ნაწილი. კომპანია, რომელიც საქართველოს რეგიონების მასშტაბით აბონენტების ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ სტიქიის ზონებში მობილიზებულია დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩატანილია ყველა შესაბამისი მასალა და ტექნიკა იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ენერგომომარაგება, როგორია ვითარება ამ კუთხით. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ენერგოპრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი. მოგესალმებით ავთო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორია ვითარება ამჯერად? მოდი დავიწყოთ ჯერ გურიით. გამარჯობა, მადლობა ჩართვისთვის, ნათია. დიახ, დავიწყოთ გურიით. ჩართვები გრძელდება. დღეს დილიდან აქტიურად გრძელდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა აბონენტებისთვის. გეტყვით მაგალითისთვის, თუ როცა სტიქია დაიწყო პიკზე, გურიის მასშტაბით დაახლოებით 28-30% იყო გურიის აბონენტების გათიშული. დღეს დილის მონაცემებით ეს პროცენტი ჩამოსული იყო 18%-ზე და ახლა სულ სანამ თქვენ ჩაგერთვებოდით, სულ რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ კიდევ დაკლებ ეს ჩამოსულია ეს პროცენტი, ახლა ზუსტ პროცენტს ვერ დაგისახელებ, თუმცა საკმაოდ მოემატა ჩართული აბონენტების რაოდენობა, მათ შორის ოზურგეთში, sadაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. ეს დაახლოებით რამდენი ათასი აბონენტია? დაახლოებით რამდენი ათასი აბონენტია შეგვიძლია ვთქვათ? დაახლოებით ალბათ 10,000 აბონენტია დაახლოებით დარჩენილი, შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, თუმცა დაახლოებით ამ რაოდენობაზეა საუბარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გურიაში პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, რჩება სოფლები, სადაც ამ დრომდე არ არის ელექტროენერგია, ხალხს კვლავ დასატენი აქვს ტელეფონი, კვლავ პრობლემებია, თუმცა როგორც გითხარით, ჩართვები დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ჩაირთვება ყველა აბონენტი. რაც შეეხება იმერეთსა და აჭარას არის კი ბატონო, იმერეთს და აჭარას, იმერეთს რაც შეეხება, აქაც საკმაოდ საგრძნობლად მოემატა ჩართული აბონენტების რაოდენობა. მე სულ რამდენიმე წუთის წინ დამიდასტურეს, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა ვანში იყო იმერეთში და უკვე მიეწოდება თვითონ ქალაქ ვანს, რაიონულ ცენტრს ელექტროენერგია და მიმდებარე სოფლებს, მხოლოდ მცირე ნაწილია სოფლების დარჩენილი, ასევე ზესტაფონში სამტრედია თითქმის მთლიანად ჩართულია, ასევე ზესტაფონშიც სოფლების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია და ახლაც ამ წუთებში ჩვენ რომ საუბრობთ, შეიძლება კიდევ ირთვება აბონენტების ნაწილი. აქვე დავაზუსტებ, ნათია, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა გადაიჭრა სრულად. არის მაგალითად ისეთი სოფლები, სადაც გადატეხილია ისეთი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები, რომელიც ერთი ბოძის კილოგრამი არის 400 კილოგრამს იწონის და აქ რა თქმა უნდა სპეცტექნიკაა საჭირო, რომ სპეცტექნიკა შეიტანოს ახალი ელექტრობოძი და შემდეგ ამის მონტაჟისთვისაც სპეცტექნიკაა საჭირო. ასეთ შემთხვევები, რა თქმა უნდა, ცოტა მეტხანს გაგრძელდება აქ სამუშაოები. ესეთი მძიმე ტიპის დაზიანებები უფრო ბევრია? ასეთი ტიპის დაზიანებები, რაც უფრო ხანგრძლივ აღდგენას საჭიროებს. კი ბატონო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრია, თუმცა არის ასეთი სოფლებიც. აქვე გეტყვით, რომ ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები თქვენ ახსენეთ ეს, მაგრამ მაინც დავაზუსტებ, რომ თითქმის მთელი საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან არიან ჩასულები, ახლაც იქ არიან ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად ისინი განაგრძობენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. ალბათ ასევე სამეგრელოზეც გეტყვით, ნათია. კი ბატონო. სამეგრელოშიც საკმაოდ მცირე რაოდენობა დარჩა გათიშული აბონენტებისა. დამიდასტურეს, რომ მაგალითად ზუგდიდის რაიონის სოფლების უმეტესობას უკვე მიეწოდა ელექტროენერგია და ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი ასევე აბაშაში. ხო, უამინდობა მაინც გრძელდება და ალბათ პერიოდულად ეს უამინდობა პერიოდულად ისევ აჩენს ხოლმე ავარიულ კერებს. აი ამასთან გამკლავებას რამდენად ახერხებთ? დიახ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კლიმატური პირობები ზამთარშია ხოლმე და განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში, თუმცა კომპანია ახლაც მზად იყო იმისთვის, რომ გამკლავებოდა ასეთ მსგავს სტიქიებს და ყოველთვის მზად არის. კომპანია ყოველთვის ცდილობს მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაძლებლობისაგვარად იმოქმედოს. კი არის და იყო მიუვალი ადგილები, სადაც საკმაოდ 2-3 მეტრი თოვლია და მიუვალი ადგილებია, თუმცა კომპანიის ელექტრიკოსები ზოგიერთ შემთხვევაში ფეხით მიდიან და ფეხით აკეთებენ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ავთო დვალიშვილი, ენერგოპრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი.